დაავადება, რომელზეც ახლა მოგიყვებით, თუ შეხვდა თქვენ მცენარეს, აუცილებლად იმოქმედეთ მაშინვე, ჩაუტარეთ დახმარება, თორემ დარწმუნებული ყავით, თქვენი მცენარე ვერ გადარჩება. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა. ეხლა ხედავთ, ეს არის ბენჟამინი, რომელიც ცოტა შეთხელებულია ფოთლები, ამას ყავს დაავადება, რომელიც რა თქმა უნდა, თუ კარგად არ დააკვირდებით, ვერაფრით ვერ შეამჩნევთ, აუცილებლად შეამოწმეთ ღეროებში, ფოთლებზე, ფოთლების ქვემოთ და მე ხა განახებთ, ნახეთ ფოთოლზე თეთრი ბამბის მაკვალი, პატარა ბურთებივით, რომ აზის, ეგ არის დაავადება. მაგას ქვია ცრუფარიანა, ინგლისურად ეძახიან მილიბაგს. აუცილებელია მისი დროული შემჩნევა და მკურნალობა. წინამორბედ შემთხვევაში, როგორც გითხრით, თქვენი მცენარე არის განწირული. ნელა დაიწყებს ფოთლების წვენას, ეს ბენჟამინი თუ არ უმკურნალეთ, რაც არ უნდა კარგი პირობები გქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ განათებულად ადგილას დგას, შეიძლება სწორადაც ირწყვება, მაგრამ დაავადებას თუ არ უმკურნალეთ, всё, თქვენ მცენარეს ვერაფრით ვეღარ უშველით, ამიტომ ყურადღებით იყავით, შეამოწმეთ ხოლმე აუცილებლად არა მარტო ბენჟამინი, რა თქმა უნდა, არამედ სხვა მცენარებიც. უმეტესობა მცენარეზე იცის ფეხის მოკიდება, თან ეს არის გადამდები, შეიძლება სხვა მცენარებსაც გადაედოს, ამიტომ თუ შეამჩნევთ, აუცილებლად ცალკე განათავსეთ ეს მცენარე და მოარიდეთ სხვა მცენარებს და რა თქმა უნდა, უმკურნალეთ. დანარჩენი მცენარები, ეს არის ადგილი, მე სადაც ვიყავი ადრე, გადავრგე გახსოვთ, როცა დავწერე, ვიდეოც ჩავწერე, რეკორდი მოხსენი, მეთქი 11 მცენარე რო გადავრგე 1 საათში, ეს არის ადგილი, რესტორანი, რომელიც არის ავლაბრის მეტროსთან, რომელსაც ქვია ჩემთან, პირდაპირ როგორც კი მეტროდან გამოვხოთ, ჩანს. დანარჩენი მცენარების მდგომარეობა სტაბილურია, უჭირდა ასევე აი ამ კროტონს, ფერად კროტონს, რადგან ცოტა სიბნელეში არის, მას უყვარს განათება, რადგან უფრო უკეთესად იგრძნოს თავი, დრაცენას და ფიკუსებს არ უჭირს, არც მონსტერას, რადგან მათ კარგად ხვდებათ განათება, მორწყვეთს კარგად ქონდათ დარეგულირებული, როგორც დავარიგე. აი ერთი კროტონი აქეთ გადმოვდგე განათებაზე ურჩირო უფრო შუშებთან დაედგათ, მაგრამ რა თქმა უნდა შუშებს არ უნდა მიადგათ ფოთლები, რომ ზამთრის პერიოდში არ გაეყინოს, ხოლო გაზაფხულზე მანდ უკვე ვეღარ გააჩერებენ, რადგან მან პირდაპირ მზის სხივი ხვდება და დაწყობს, ამიტომ მე უნდა გადმოდგან. რაც შეეხება დიფენბახეს, ძალიან მან მოწყენილია აშკარად, ხედავთ რომ ჩამოყრილი ქონდა ფოთლები და რაღაც ეტყობა მოწყენობა, ეს გამოწყულია ზედმეტი წყლისგან. დიფენბახეს არ უყვარს ხშირი მორწყვა, უნდა აუცილებლად უშროთ. ეს არის მეორე ბენჟამინის ხე, რომელსაც იგივე დაავადება ჰქონდა, იგივენაირად, რა თქმა უნდა, ისიც გავასუფთავე. აუცილებელია, რომ პირველ რიგში გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი, ბამბა დაასრულეთ და აი სათითაოდ მოაცილეთ. როცა დაადებთ ბამბას სპირტიანს, გაწითლდება ბამბა შეხებაზე. სათითაოდ უნდა მოაცილოთ იმისათვის, რომ აიდოთ თავიდან გამრავლება მათი და შემდეგ აუცილებლად შეწამოთ მცენარე. შემდეგ აუცილებლად გამეორება შეწამლის, ერთი შეწამლო, რა თქმა უნდა, არ ყოფნის. ასე რომ თუ გაქვთ მსგავსი მდგომარეობა, გჭირდება დახმარება სახლში, ოფისში, კაფეში, რესტორანში, არ აქვს მნიშვნელობა, დამიკავშირით ნომერზე 558 55 93 08. ჩვენ ერთად განვიხილავთ თქვენს პრობლემებს, შევაფასებთ მდგომარეობას და რა თქმა უნდა, ვუმკურნალებთ თქვენ მცენარებს. გისურვებთ, რომ თქვენი მცენარები იყვნენ ჯანმრთელები და ლამაზები.